მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ვიწყებთ ახალ კვირას. ამ კვირის განმავლობაშიც ასევე ველოდებით რამოდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ, რომელსაც რა თქმა უნდა ბიზნეს ინსაიდერი მთელი კვირის განმავლობაში თქვენ აქტიურად გაგაცნობთ. მოკლედ ბიზნეს ინსაიდერის კალენდრის თანახმად საკმაოდ დატვირთული პერიოდია, სხვა ტიპის ღონისძიებები, როგორც კერძო სექტორის მხრიდან, ისე სახელმწიფო სექტორის მხრიდან და ცხადია ამ ყველაფერს ჩვენ დეტალურად მივყვებით, დეტალურად გავაკეთებთ ყოველდღიურ მიმოხილვას. ისევე როგორც ვისაუბრებთ საინტერესო სტუმრებთან ამ ნაწილზე, კვლავ ცხადია ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე და კვლავ დომინირებს ნავთობის ფასი, შესაბამისად ნავთობის ფასიდან გამომდინარე რისკები, რომელიც ახასიათებს გლობალურ ინფლაციას, საკმაოდ რთული მერყეობა ახასიათებს ნავთობის ფასს. ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე საინტერესო ტენდენცია და რამოდენიმე საინტერესო შეფასება, მათ შორის ვნახეთ ევრონიუსის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ნავთობის ამ ტურბულენციიდან გამომდინარე რუსეთმა მნიშვნელოვანი შემოსავლები მიიღო, რაც მეორე მხრივ სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმ სტრატეგიასთან, რომელიც ერთ შეხედვით აქვთ ამ შემთხვევაში დასავლელ პარტნიორებს რუსულ სანქციებთან მიმართებაში. მოკლედ ვითარება კვლავ რთულია ნავთობის საკითხებთან დაკავშირებით და ვნახოთ პირდაპირ კავშირში გარკვეულწილად არის საქართველოსთან გამომდინარე იქიდან, რომ ნავთობი და ნავთობპროდუქტები ფაქტიურად 100%-ით იმპორტირებული ნაწილია ჩვენ შემთხვევაში და ცხადია გავლენას ახდენს შემდგომ ფასებთან დაკავშირებით. თუმცა ამავდროულად ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციებს, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკაში და დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კვირა დაგვეწყო მიმოხილვით გენერალურად, რომელიც შეეხება ეკონომიკურ ზრდის ტენდენციებს, უმუშევრობის მაჩვენებლებს და ხელფასებს. ხო, ამავდროულად აუღნიშნავ, რომ ხელფასების მაჩვენებლებს ჩვენ განახლებულ ნაწილს უკვე ამ კვირის განმავლობაში ვნახავთ, თუმცა ვიდრე ვნახავთ მას ამ კვირის განმავლობაში, მანამდე შეგვიძლია რომ ზოგადი მიმოხილვა გავაკეთოთ ეკონომიკაში, დავეყრდოთ იმ მონაცემებს, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩვენ მუდმივად გვაწვდის და საჯაროა და ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ხილვადია საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მაჩვენებლები და ცხადია ამ ინფორმაციებსაც შემდგომ უკვე სტუმართან ერთად განვიხილავთ, თუმცა ტრადიციულად სტუმრის წარდგენამდე გავაკეთოთ მიმოხილვა, გავაკეთოთ ანალიზი მიმდინარე მაჩვენებლების. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, ჩვენ ვისაუბრებთ გარკვეულწილად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ჩვენს წინა გადაცემებში, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ რომ შევხედოთ ვითარებას, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2025 წლის საშუალო მაჩვენებელი განისაზღვრა 7.5%-ით და 2025 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელი იყო შედარებით დაბალი სხვა კვარტალთან შედარებით 6.8%, მაგრამ თუ დავაკვირდებით ვითარებას, განსაკუთრებით გააქტიურებული პერიოდი იყო ნოემბერი-დეკემბერი, სადაც საახლოებით თანაბარი მაჩვენებელი დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის წილში 7.5%, თუმცა თუ შევხედავთ პირველ კვარტალს, რომელიც ჩვენ გქონდა 2025 წელს, იყო განსაკუთრებულად მაღალი, ამ შემთხვევაში 9.9% ფიქსირდებოდა ამ ნაწილში. ყველაზე დაბალი გასულ წელს იყო მესამე კვარტალის მაჩვენებელი 6.4%, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდა 6.4%-ს კი განსაკუთრებულად მაღალ ზრდად ითვლება, შეიძლება ასე ითქვას და მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ მაჩვენებელი 7.5% 2025 წლის საშუალო მაჩვენებელი. კიდევ ერთხელ ეს არის, რა თქმა უნდა, საქსტატის ინფორმაცია აღნიშნული არის კიდევ ჩვენს პლაზმაზე, აღნიშნული მაჩვენებელი და შესაბამისად ჩვენ ამ ნაწილებს კიდევ უფრო მეტად მოვიხილავთ. თუმცა ყოველ როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ხშირად ეკონომიკურ ზრდაზე საუბრის დროს მთავარი კითხვა არის ის, თუ როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე, ანუ იგრძნობა თუ არა მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა, რამოდენიმე პარამეტრია, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და შეგვიძლია უფრო ღრმა ანალიზში წავიდეთ, მაგრამ ალბათ ყველაზე უფრო პირდაპირ სწორი აღქმადი მაჩვენებლები არის დასაქმების ნაწილი, რომელიც მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა და არის ხელფასების ნაწილი, ანუ ანაზღაურების ნაწილი, გამომდინარე იქიდან, რომ ცხადია ერთია დასაქმება, მეორეა ანაზღაურება და ანაზღაურება ცხადია უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას
ცხადია მათი ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის მიმართულებით და ამ ნაწილზეც დაკვირვება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ საუბრობთ ინფლაციის მაჩვენებელზე და იმედი გვაქვს, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს დაახლოებას მიზნობრივ მაჩვენებელთან, ანუ 3%-იან მაჩვენებელთან მიზნობრივი, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამ მიმართულებით ვიმოძრავებთ და იმედი გვაქვს, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მეორეს მხრივ დაბალ ინფლაციას და ცხადია ეს უკვე საშუალებას იძლევა მაღალი ეკონომიკური ზრდის, გაზრდილი ხელფასი და დაბალი ინფლაციის პირობებში მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი შემოსავლები. Საბამისად გქონდეთ უფრო ღირსეული ცხოვრების საშუალება. მოდით ვნახოთ ახლა რა ვითარება გვაქვს ამ კუთხით, შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება და შევხედოთ სწორედ უმუშევრობის მაჩვენებელს და აქ მინდა უბრალოდ ცოტა ფართოდ შევხედოთ ამ ნაწილს და შევხედოთ წლების ჭრილში. აქ არის 2010 წლიდან მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ხედავთ მაჩვენებლები, რომლებიც არის 25%-ზე მაღალი, 27% ან მეტი. აი, ხედავთ ამ ვითარებას, სწორედ როდესაც იწყება ამ პერიოდიდან უმუშევრობის ნაწილი და ვხედავთ 2013 წლიდან კლების ტენდენციას, რომელიც გვაქვს და კლების ტენდენცია, რომელიც მუდმივად გრძელდება. ერთადერთი ამოვარდნის ნაწილი, რომელიც ჩვენ ამ პერიოდში გვაქვს, ეს შეეხება COVID პანდემიის პერიოდს, როდესაც დაფიქსირდა შედარებით მაღალი მაჩვენებელი უმუშევრობის ნაწილში და შემდგომ კვლავ კლების ტენდენცია გრძელდება, თუმცა მიუხედავად ამისა მიუხედავად კლების განუხრელი ტენდენციისა, ვხედავთ, რომ აქ არის განახევრებაზე საუბარი. ფაქტიურად ვავიღებთ იგივე 2012-2013 წლის პერიოდის შემდგომ თითქმის განახევრებაზე ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა, ციფრი კვლავ მაღალია. 13.9%. ცხადია, ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც საშუალო წლიური მაჩვენებელი დაფიქსირდა და კვლავ მაღალია. აქ საინტერესო დეტალია ასევე ის, რომ მეორე მხრივ ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ხოლმე და ამ საკითხს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობთ, რომ მეორე მხრივ ბიზნეს სექტორი შეიძლება ასე ითქვას, განიცდის კადრების დეფიციტს, ანუ გარკვეული ტიპის პარადოქსთან გვაქვს საქმე 13.9% და მეორე მხრივ ამ შემთხვევაში ბიზნეს სექტორის ნაწილში სწორედ გვაქვს ეს პრობლემა, რომ განიცდის კადრების დეფიციტს. ამ საკითხზე ჩვენ გასული კვირის ბოლო გადაცემაშიც ვისაუბრეთ განათლების მინისტრის მოადგილესთან და ისევე როგორც მანამდე გქონდა საუბარი ჩვენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთანაც ამ ნაწილზე. მოკლედ ეს არის დილემა, მაგრამ დილემა, რომელიც ჯამში გადაჭრადია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხზე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს თავი, მათ შორის განათლების რეფორმის ჩათვლით. კვლავ უმუშევრობის მაჩვენებელს დაუბრუნდეთ, უბრალოდ შემდეგი დიაგრამა მინდა ვაჩვენოთ, უფრო კვარტალურ ჭრილში ვაჩვენებთ ვითარებას შემდგომი დიაგრამა. ჩვენ ნახეთ 13.9%, რომელიც წლიური მაჩვენებელი იყო ამ შემთხვევაში უმუშევრობის ნაწილის, თუმცა თუ შევხედავთ 2025 წლის ტენდენციას, აი მინდა შევხედოთ, რომ აქ გვაქვს ჩვენ კლების ტენდენცია და მეოთხე კვარტალი გასული წლის ბოლოს 13.3%-ია დაფიქსირებული, ანუ შემცირების ტენდენცია ქონდა მთელი 2025 წლის განმავლობაში უმუშევრობის ნაწილს და ცხადია მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია ჯამურად იქნა შენარჩუნებული. სწორედ წლის დასაწყისში დაფიქსირებულმა მაღალმა მაჩვენებლებმა 14.7%-მა პირველ კვარტალში, 14.3%-მა მეორე კვარტალში, შემდგომ განაპირობა 13.9%-იანი მაჩვენებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ კლების ტენდენცია 13.3%-ზეა და კიდევ ერთხელ ეს არის მაინც მაღალი მაჩვენებელი და მთავარი მიზანი და მთავარი ამოცანა, რის სახელსაც პრემიერი საუბრობს, არის სწორედ ის, რომ უმუშევრობა განულდეს ფაქტიურად, წავიდეს ნულისკენ, ანუ უმუშევრობის ბუნებრივ დონეზე დაფიქსირდეს, რაც ზოგადად არის ხოლმე დაფიქსირებული. და კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში და რაც დავაანონსებთ, ეს მაჩვენებელი შეეხება სწორედ ანაზღაურების ნაწილს, ანუ თუ გადავალთ დასაქმების შეშ თუ როგორია ზოგადად ანაზღაურება და ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ვითარებას, თუ რა ტენდენცია გვაქვს, ყოველთვის გვინდა მეტი, ცხადია, მაგრამ ტენდენციას რომ შევხედოთ ჯამში ციფრობრივ მაჩვენებლებთან ერთად, მაგრამ ტენდენცია თუ როგორ მიმდინარეობს. ნახოთ შემდგომი დიაგრამა, სადაც ჩვენ ვხედავთ დაქირავების დასაქმებთან საშუალო თუ ნომინალურ ხელფასს საქართველოში, აქაც მინდა რომ შევხედოთ წლების მიხედვით არსებულ ვითარებას და ამ ნაწილში ჩვენ ვხედავთ კლიანად ზრდის ტენდენციას, თუ შევხედავთ მათ შორის 2011-2012 წლის მაჩვენებელს, ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად გასამაგებულ ნაწილზე საუბრობთ რეალურად და ეს ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, მათ შორის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფექტური ხელფასის ნაწილს, ანუ ინფლაციის გამორიცხვის რეალური ხელფასის ნაწილს საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე ფიქსირდება, ვინაიდან ბევრმა შეიძლება აღნიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ინფლაციაც არის ქვეყანაში. დიახ, ინფლაციის გამორიცხვის შემთხვევაშიც კი ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი ნაწილია და კიდევ ერთი დიაგრამა ჩვენი მიმოხილვის დასასრულის ნაწილში,
როცა ჩვენ ხედავთ საშუალო თუ ნომინალურ ხელფასს, ანუ ეს უკვე საშუალო ანაზღაურება ამ შემთხვევაში და ხედავთ მას კვარტლების მიხედვით, აქ უკვე გვაქვს ჩვენ განახლებული მაჩვენებლები, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ბოლო მაჩვენებელი 2025 წლის მესამე კვარტლის ნაწილში, ისევე როგორც მთელი 2025 წლის პირველი და მეორე კვარტალიც გვაქვს წარმოდგენილი და ვხედავთ, რომ 2271 ლარს აღემატება ამ შემთხვევაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოს კიდევ ერთხელ კვარტლის ჭრილში და ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ვნახავთ უკვე ამ მაჩვენებლების უკვე განახლებულ ვერსიასაც, თუმცა აქაც ამ შემთხვევაში თუ დავაკვირდებით მთლიანად ვითარება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ კვლავ აქაც ჩვენ გვინდა მეტი, მაგრამ კიდევ დავაკვირდეთ ვითარებას როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე, როდესაც ამ კითხვას ვსვავთ, არის სწორედ აი ეს მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ზრდის ტენდენციის დაფიქსირება შესაძლებელია, აქ გქონდეს მთელი რიგი კითხვები მეტი ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, ცხადია ამ ჭრილში, მაგრამ ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ტენდენცია, როდესაც ჩვენ საუბრობთ ტენდენციის ნაწილზე, ტენდენცია არის სრულიად პოზიტიური ამ ჭრილში. ამის პარალელურად ცხადია ჩვენ და ჩვენს წინა გადაცემებში გქონდა ასევე მიმოხილვა ბიზნეს სექტორში გააქტიურებული ვითარების, როგორც ბრუნვის პროდუქციის გამოშვების ნაწილში და მათ შორის ჩვენ საუბრობთ, როდესაც ინკლუზიურობაზე, საერთო ჩართულობაზე ვლაპარაკობთ, მათ შორის ჩვენ საუბრობდით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი სულ უფრო და უფრო იზრდება საერთო ჯამში ქვეყანაში, როგორც ბრუნვის ჭრილში და კიდე უფრო მეტად პროდუქციის გამოშვების ნაწილში. ეხლა არაერთხელ აღვნიშნეთ და მათ შორის ამ დიაგრამაზეც და ჩვენს ყველა დიაგრამაზე, ხუთივე დიაგრამაზე, როდესაც მიმოხილვა ჰქონდა, აღნიშნული ჰქონდა, რომ ეს არის საქსტატის მაჩვენებლები, საქსტატი, რომელიც არის ძირითადი და უთუარი წყარო, მათ შორის ბიზნეს ინსაიდერისთვის განსაკუთრებული წყარო ინფორმაციების, ამ შემთხვევაში ციფრობრივი მაჩვენებლების და ჩვენი ანალიტიკა ხშირად ეყრდნობა სწორედ საქსტატის მაჩვენებლებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქსტატის აღმასრულებელ დირექტორთან ვისაუბრებთ. ჩვენ ბატონი გოგიტა თოდრაძე, ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით ბატონო გოგიტა. მადლობა გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მობრძანებისათვის და კიდევ განსაკუთრებული მადლობა, რომ ყოველთვის ასეთი ციფრებს გვაწვდით და საზოგადოებას აქვს მუდმივად საშუალება საქსტატის ვებგვერდის საშუალებით გაეცნოს ამ ინფორმაციებს. რამოდენიმე საკითხია, რაზეც მინდა რომ თქვენთან ერთად ვისაუბრო, თუმცა უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო ასევე ის, რომ მე მინდოდა გასულ კვირაშიც თქვენი მოწვევა ცოტა უფრო ადრეც, მაგრამ საერთაშორისო ვიზიტები იყო გააქტიურებული თქვენ შემთხვევაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა ვეცნობოდით სოციალური ქსელების საშუალებით, იყო გაერო სტატისტიკის კომისიის 57-მე სესიაში მონაწილეობა. თუ სადაც თქვენ გქონდათ სიტყვით გამოსვლა, თუ შეიძლება გვითხრათ ამ ფორმატზე რა იყო და რატომ იყო თქვათ ეს საინტერესო ნაწილი დამატებით. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგლეთ გაერო სტატისტიკის კომისიის შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება, რომელშიც მონაწილეობს 200-მდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირი. ეს არის ოფიციალური სტატისტიკის სფეროში უმაღლესი დონის სამთავრობოთა შორისი ფორმატი. იქ განიხილება სტატისტიკის სფეროში მნიშვნელოვანი საკითხები და ეს გახლავთ კომისია, რომელიც ამტკიცებს საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს და რა თქმა უნდა ქვეყნებსაც აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა სახის განცხადებების გაკეთების შესახებ. ჩემი გამოსვლები, რამდენიმე გამოსვლა ჰქონდა, ძირითადად ეთმობოდა ჩვენს მიერ გასული წლის განმავლობაში ჩატარებულ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას, ასევე სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის მიმართულებას, მათ შორის მიგრაციის მეთოდოლოგიის საკითხებს, ჰქონდა ასევე გამოსვლა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა გენდერული სტატისტიკა, ბიზნეს სტატისტიკა, ბიზნეს რეგისტრები და ყველა ის საერთაშორისო საკითხი დავფარეთ პრაქტიკულად, რაც ჩვენი დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, კიდევ ერთხელ ვადევნებთ, თორსა საკმაოდ საინტერესო იყო თქვენი ჩართულობა ამ ჭრილში. ვინაიდან ვლაპარაკობთ საერთაშორისო ნაწილზე, აუცილებლად მინდა გკითხოთ საქსტატის საერთაშორისო თანამშრომლობა მიმდინარე პერიოდში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არაერთ პროდუქტს ნერგავთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მუდმივად
გვთავაზობთ გარკვეული ტიპის სიახლეებს, რომლებიც საზღვარგარეთ წარმატებით არის არა ერთ ქვეყანაში, რომელიც წარმატების მაგალითია აპრობირებული. დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პროდუქტიული თანამშრომლობა გვაქვს არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სახის ფორუმებთან, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებთან და მათ შორის გარკვეულ ნაწილთან ბოლო პერიოდში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გავაფორმეთ და იგეგმება კიდე მემორანდუმის გაფორმება სხვადასხვა განვითარებული სტატისტიკის სისტემის მქონე ქვეყნებთან. გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ფინეთის, გერმანიის, იტალიის სტატისტიკის სამსახურთან, ასევე მოგეხსენებათ უნგრეთთან გავაფორმეთ ნიუ-იორკში ჩემი ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ვგეგმავთ მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უახლოესი პერიოდის განმავლობაში სერბეთთან. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მათთვისაც მნიშვნელოვანია ეს რასაკვირველია და ვისწავლოთ კიდე მათგან, რაც შეუქცევადი პროცესია და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს. კი ბატონო, მართლაც ინფორმაციების და გამოსლებების ურთიერთგაცვლა მნიშვნელოვანია და ბევრი კუთხით მე შორჩურს დამჭირებია ქვეყნებთან დავასახელებ არაერთი სხვა ქვეყნის მონაცემების მიღება და იმ განწყობით რომ როგორც ჩვენთან საქსტატის ვებგვერდზე მივიღებდი ინფორმაციას და მიწყიაძებნა და არ ყოფილა ესე მარტივი ძალიან ბევრი ესეთი ქვეყნის შემთხვევაში მთლიანი შტაბ-პროდუქტი რომ ჩვენზე მაღალი აქვს ამ მხოლოდ ამ შეფასებით შემოვიფარგლები ამ ნაწილში. აუცილებლად მინდა კითხოთ ჩვენ არ გვისაუბრია ამ ჭრილში და ამ გადაცემის ნაწილში მით უმეტეს 2025 წლის შესახებ საქსტატის საქმიანობაში მე თვითონ ვიყავი არაერთ ღონისძიებაზე მათ შორის მომიწებულო მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც ყოფნა keynote speaker-ის რანგში. როგორ იყო 2025 წელი მთლიანობაში საქსტატისთვის? მოკლედ 2025 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ნამდვილად ქმედითი ნაბიჯები გადავდგით მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, ახალი პროდუქტების შექმნის, კიდევ უფრო მეტად დისაგრეგირებული მონაცემების წარმოების და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით გქონდა რა თქმა უნდა საერთაშორისო აქტივობებიც უმასპინძლეთ არაერთ საერთაშორისო მისიას, ექსპერტთა მისიას ჩავატარეთ ფორუმი, რომლის მონაწილეც ბრძანდებოდით და რა თქმა უნდა ჩვენი დანაპირების ფარგლებში შევთავაზეთ მომხმარებელს არაერთი ინტერაქტიული პლატფორმა და თემატური ინტერაქტიული პორტალი, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მათზე მორგებული ფორმატით მიიღონ ინფორმაცია, რაც ხდება ხოლმე საფუძველი სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღებისთვის და შედეგით სახეზე გახლავთ 1,270,000-მა ვებგვერდის მომხმარებელმა ისარგებლა საქსტატის ოფიციალური ვებსაიტით და აღნიშნული მაჩვენებელი გახლავთ ზარდი. თუ მაგალითად 10-12 წლის წინა პერიოდს შევადარებთ, დაახლოებით 120,000 მომხმარებელი ყავდა საქსტატის ვებსაიტს ამ თვალსაზრისით. და ახანდელი ტენდენცია ბუნებრივია სრულიად სხვა. სწორედ საქსტატის ვებგვერდზე ჩვენ ვნახეთ ბოლოს ერთ-ერთი ბოლო მაჩვენებელი, რომელიც შეეხებოდა ინვესტიციების ნაწილს, ასევე საკმაოდ დამაიბედებელი ციფრები ვიხილეთ ამ ნაწილში. როგორ შეაფასებდით თქვენ ამ კუთხით ვითარებას? ესე იგი, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მეოთხე კვარტლის მონაცემებით 392 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი კვარტალთან შედარებით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მცირედით ნაკლებია 2.3%-ით, თუმცა ეს ძირითადად მოდის სავალო ვალდებულებების ნაწილზე, ანუ ინვესტორის მიმართ ვალდებულება შემცირდა, ანუ რეალურად დაიფარა სესხის გარკვეული ნაწილი, თორემ სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებელი პირიქით მზარდია. მიუხედავად ამისა, 2025 წლის ჯამური მაჩვენებელი $1,688 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც 7.6%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს და აქ საინტერესო გახლავთ ისიც, რომ კვლავ მაღალია დაახლოებით 83% შეადგენს რეინვესტიციის მაჩვენებელი და ეს ზრდა ძირითადად რეინვესტიციის და სააქციო კაპიტალის ზრდით არის განპირობებული. საინტერესო სურათია ქვეყნების და განხორციელებული ასე ვთქვათ დარგების ანალიზისას, სადაც განხორციელდა ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, ყველაზე მსხვილ ინვესტორ ქვეყნებად
გვევლინება 2025 წლის მონაცემებით გაერთიანებული სამეფო, შემდეგ მოდის თურქეთი და მალტა. ანუ გაერთიანებულ სამეფოზე მოდის დაახლოებით 20-21%, დანარჩენ ორ ქვეყანაზე დაახლოებით 10-11%-ის ფარგლებშია აღნიშნული მაჩვენებელი. რაც შეეხება სექტორებს, პირველ ადგილზეა საფინანსო და სადაზვერვო საქმიანობის სექტორი, რომელზეც თითქმის მესამედი მოდიოდა 35%, შემდეგ მოდის უძრავი ქონება, ტრანსპორტი და დამამუშავებელი მრეწველობა. კი ბატონო, მართლაც ინვესტიციების მაჩვენებელი ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კარგი ახსნა გქონდა თქვენ სწორედ, როდესაც გავუმიჯნეთ ერთმანეთისგან იგივე სავალდებულების ნაწილი და ინვესტიცია რეინვესტირების მიმართულება ამ წელში. აუცილებლად მინდა გკითხოთ, რამოდენიმე საკითხი მაქვს მათ შორის ვებგვერდთან დაკავშირებით, მუდმივი სიახლეების მოლოდინის, შემდგომ მაჩვენს, ასე ვთქვათ, სურვილს კიდევ მეტი სიახლეს, მაგრამ მანამდე მინდა გკითხოთ მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით, მიუხედავად ყველაფრისა, გარკვეული ტიპის სპეკულაციებს მაინც აქვს ხოლმე, ადგილ სპეკულაციები აღარ მიკვირს, ბევრი ისეთ თემაზეა სპეკულაცია, რომ ძნელია მე რამე გაგიკვირდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდით კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს რომ ვუთხრათ რამდენი ვართ ამ მაჩვენებლებით და რა დაზუსტება შეიძლება იყოს. დიახ, მოგეხსენება, ჩვენ 2024 წელს დავასრულეთ მოსახლეობის აღწერა და წინასწარი შედეგები უკვე გასული წლის ივნისში გამოვაქვეყნეთ. 3.914.000 ადამიანი ცხოვრობს მუდმივად საქართველოში. აღწერის შედეგად გამოვლინდა ურბანიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ გაზრდილია ქალაქ დასახლების წილი, ну ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით 64%, ანუ თუ ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 59% 10 წლის წინ, ანუ რამდენიმე პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ თბილისის მოსახლეობა დაახლოებით 1.80.000-დან 1.330.000-მდე, ასევე გაზრდილია ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა, რაზეც აისახა ეს ურბანიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 153.000 კაცი ცხოვრობდა ბათუმში და ახალი აღწერის შედეგების მიხედვით 235.000 აღემატება. უფრო დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაანალიზოთ ასაკობრივი სტრუქტურა და შემდეგ საბოლოო შედეგები სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ივნისში და ამით დავხურავთ აღწერასთან დაკავშირებულ საკითხებს. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში, ესე იგი ივნისი გვაქვს ის ბოლო ვადა, როდესაც საბოლოოდ უნდა ვიცოდეთ ვითარება და ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ სპეკულაციებსაც აღარ ექნება ადგილი, თუმცა თქვენი განმარტებებით ისედაც ყველაფერი ნათელია ამ წელში, რასაც უყვებთ. აუცილებლად მინდა გკითხოთ, ცხადია, მოსახლეობის აღწერა ერთი საკითხია, მაგრამ ჩვენი მიმოხილვის დროსაც პლაზმაზეც გამოვიყენეთ არაერთი საკითხი და ხშირად ვიყენებთ და საუბრობთ უმუშევრობასთან დაკავშირებით, ხელფასებთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით ამ კვირაში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურის და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ცხოვრების დონის საზომი მთლიანად ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები. ყველა მიმართულებით მოკლედ მივდივართ თქვენთან, თქვენ ვებგვერდთან და ხშირად ისმის ხოლმე ასევე კითხვა, რომ აი რამდენად სანდოა ეს მაჩვენებლები, რამდენად რეალურია ეს მაჩვენებლები, როგორ იკვლევს ამას აქ სტატია. თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელზე და რა თქმა უნდა იმ მეთოდოლოგიაზე ჩვენ შეგვიძლია დავასაბუთოთ ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული, რომ ჩვენს მიერ ამა თუ იმ მაჩვენებლის არა თუ შეგროვების, არამედ ნებისმიერ წარმოებისას გამოყენებული მეთოდოლოგია არის საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტურად ზუსტად შესაბამისობაში და აბსოლუტურად მაღალი ხარისხის. შესაბამისად, კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს მინდა გავუსვა ხაზი. ჩვენ აბას ვამბობთ, ვასაბუთებთ, მაგრამ იმის რევიზიას და შემოწმებას თუ რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი ნათქვამი ჩვენს მიერ გადათმულ ნაბიჯებთან, ჩვენს მიერ განხორციელებულ აქტივობებთან ამის რევიზიას პერიოდულად ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები. როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროსტატი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია. დამატებით სანდოობის ნაწილია. რა თქმა უნდა, ისინი სიღრმისეულად აფასებენ სტატისტიკის სისტემას, ყველა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც გამოყენებულია ჩვენს შემდეგ
ჩვენს მიერ და შესაბამისად ეს ანგარიშები, რა თქმა უნდა, ღია, საჯაროა და ჯერ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ეთქვას მათ, რომ ჩვენს მიერ ამა თუ იმ მაჩვენებლის გაანგარიშებისაც გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტი, ასე ვთქვათ, გადახვეულია იმ საერთაშორისო აღიარებული მეთოდოლოგიისგან. კი ბატონო და მნიშვნელოვანი იყო ამ ნაწილის განმარტებაც, რომ მართლაც აქ საუბარია სწორედ საერთაშორისო ვალიდაციაზე დამატებით, რაც ხშირად. დიახ, ერთი რამე მინდა გითხრათ, ჩვენ არათუ ვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტებს, პირადად მეც და ჩემი გუნდის წევრებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ საერთაშორისო სტანდარტების ჩამოყალიბებაში. მოგეხსენებათ, პირადად მე გასულ წელს არჩეული ვარ, ასე ვთქვათ, კაიროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სტატისტიკის ბიუროს წევრად და ეს ბიურო სწორედ ამ საერთაშორისო სტანდარტებს იხილავს და ანახლებს და შესაბამისად ჩვენი გუნდის წევრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები აქტიურად არიან ჩართულები, რა თქმა უნდა, ამ საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებელ სამუშაო ჯგუფებში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვიცნობთ იმ სტანდარტებს, რომელიც გახლავთ ჩვენი, ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმის ნაწილი. კი ბატონო. და აქვე ვინაიდან ამ ნაწილზე ვსაუბრობთ და ვებგვერდის შესახებ არაერთი ვისაუბრეთ, არაერთხელ ვისაუბრეთ, ბოლო პერიოდში და არ ვიცი რამდენი წელია უკვე ეს ბოლო პერიოდი, ყოველთვის გვანებიერებთ ვებგვერდზე სრულად ახალი სივრცის ჩაშენებით, ამოქმედებით და მართლაც ბევრ შემთხვევაში, ალბათ ნებისმიერი ანალიტიკოსისთვის ესეთი საოცარი ადგილია ერთ სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციის მოპოვების, შედარების ასე შემდეგ. რას ველით მიმდინარე წელს, რა გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან შევემზადოთ მორიგ შემთხვევაში გამარტივებისთვის ჩვენი საქმიანობის. დიახ, ესე იგი საინტერესო კითხვაა. მოკლედ ამ კითხვაზე ალბათ ამომწურავ პასუხს ვერ გავცემ, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა წლის განმავლობაში აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენი დაპირების შესაბამისად მოხარებლებს კიდევ რამდენიმე ინტერაქტიულ პორტალს. პირველი ერთ-ერთი ალბათ იქნება ფასების სტატისტიკასთან დაკავშირებული ინტერაქტიული პლატფორმა და ასევე გეგმავთ სოციალური სტატისტიკის მიმართულებით უფრო ყოვლის მომცველი ინტერაქტიული პლატფორმის შემუშავებას და საზოგადოებისთვის შეთავაზებას. ფასებთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ რა ახლოთ რა ანუ რას მოიცავს, ანუ რას გავიგებთ? დიახ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი პლატფორმა გვაქვს, მოგეხსენებათ, გვაქვს მაგალითად პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, გვაქვს ფასების კალეიდოსკოპი, მაგრამ გვინდა რომ კიდევ უფრო მეტი ანალიზის შესაძლებლობა მივცეთ მოხარებლებს და მათ შორის საშუალო ფასების მაჩვენებლები დავიტანოთ აღნიშნულ პლატფორმაზე. რა თქმა უნდა, ისეთი როგორიც არის მაგალითად შეგროვებული სამოხმარებლო კალათაში არსებული სასაკოლო ჯგუფების შესახებ. თან ახლა როგორი აქტუალურია, ასე ვთქვათ, ეს ნაწილი განსაკუთრებით და მნიშვნელოვანია თქვენი მხრიდან ამ ნაწილის შემოშველება დამატებით. აუცილებლად მინდა გკითხოთ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ როდესაც მოვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორობას, მართლაც შთამბეჭდავ საერთაშორისო პარტნიორობას, რომელიც საქსტატს აქვს, როგორი ადგილზე თანამშრომლობა ბუნებრივია, ვინაიდან ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ძალიან ისეთი მჭიდრო კომუნიკაცია უნდა იყოს, ხო, ამ შემთხვევაში როგორც ჩვენ ვხედავთ, გამომდინარე საერთო ინფორმაციის სანდოობიდან. დიახ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი უწყებები, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი გახლავთ ოფიციალური სტატისტიკის ნაწილი, შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, მათთან ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული თანამშრომლობა, თუმცა ასევე გამოვყოფთ სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობასაც, ისინი არა თუ ჩვენი ინფორმაციის მომხმარებლები არიან, არამედ ისინი ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს წარმოადგენენ ჩვენთვის და ჩვენც მაქსიმალურად ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს მათთან და თუ დავაკვირდებით ეს აისახება კიდეც ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაზე. მაგალითად თუ 10 და 15 წლის წინ ადმინისტრაციული მონაცემების წილი იყო დაახლოებით 20-25% თელ სტატისტიკაში, დღეს დაახლოებით 26-28% შეადგენს. ანუ ამით ჩვენ ზოგავთ რესურსებს, ეს ერთი და მეორე ვამსუბუქებთ რესპონდენტის ტვირთს. ანუ ჩვენ ვცდილობთ რესპონდენტიდან ნაკლებად ავიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროში. ანუ სტატისტიკური მიზნებისთვის ვიყენებთ ამ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან
თანამშრომლობის და მათი მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით ჩვენ წინაშე არსებული ამოცანების დაძლევას. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანია ამ კუთხით უწყებათა შორის თანამშრომლობა და აქვე ინფორმაციის მოპოვება დამუშავებაზე თქვით და ხშირად, როდესაც ბევრ საკითხზე არის ხოლმე კითხვები სხვადასხვაგვარად, მაგრამ ცხადია, ყველა ნაწილში მეთოდოლოგიაზე ხლა ახსნას ვერ გთხოვთ, მესმის რომ ზუსტად აგვიხსნით, მაგრამ დროც არ მოგცემს ამის საშუალებას, მაგრამ აი ხშირად არის კითხვა, როგორ ვითვლით უმუშევრობას. პირობითად რა მეთოდოლოგია გვაქვს უმუშევრობის დათვლას, იმიტომ რომ თუნდაც თქვა 13.9%, ბევრი თვლის რომ მეტია უმუშევარი, ზოგი თვლის რომ არამდენი როგორ არის, როდესაც ბიზნესის მხრიდან პირიქით მოთხოვნაა კადრებზე. რა არის აი რამოდენიმე ძირითადი ნაწილი მეთოდოლოგიის, რითიც ჩვენ ვითვლით უმუშევრობას? დიახ, ესე იგი, უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაუშვოთ იმას, რომ ეს მეთოდოლოგია, რომელსაც ვიყენებთ უმუშევრობის და დასაქმების სტატისტიკის გაანგარიშებისას, ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს. აქ მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, ვინ არის უმუშევარი ამ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ეს არ გახლავთ ჩვენი საქსტატის მოგონილი ასე ეროვნული მაჩვენებელი. ესე იგი, უმუშევრად ითვლება პირი, ვინც არ მუშაობდა გასული კვირის განმავლობაში 1 საათიდაც კი, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო 2 კვირის განმავლობაში. ანუ მაგალითად, თუ პირი არ მუშაობს, მაგრამ არ ეძებს სამუშაოს სხვადასხვა მიზეზით, მაშინ ის არათუ უმუშევრად ითვლება, არამედ კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, ანუ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილია. ასევე შეიძლება პირი არ მუშაობს, ეძებს სამუშაოს, მაგრამ არ არის მზად მუშაობის დასაწყებად. ანუ მაგალითად გულისხმობ არ აქვს მას შესაბამისი კვალიფიკაცია ან შესაბამისი უნარჩვევები, რომელიც მას სჭირდება ამის მუშაობის დასაწყებად. ასეთი პირიც კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ. ანუ ზოგადად რო ავიღოთ უმუშევრობის სტატისტიკისთვის ჩვენ ვიყენებთ მოსახლეობას 15 წლის და ზემოთ. ანუ მინიმალური ზღვარი არის 15 წელი, ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. ესე იგი, ესეთი კატეგორიის მოსახლეობა გახლავთ 3 მილიონი. ეს 3 მილიონი იყოფა ორ ნაწილად. პირველია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა და მეორე გახლავთ დაახლოებით, ანუ პირველი არის დაახლოებით 1.600.000, 650.000 და დანარჩენი არის ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, ანუ მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. პირველი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შედგება ორი ნაწილისგან. დასაქმებულები და უმუშევრები. ოღონდ უმუშევრები სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით, რაც უკვე აგიხსენეთ. დასაქმებული ორ მიმართულებას აერთიანებს. პირველი არის დაქირავებული პირი, რომელიც დაკონტრაქტებულია, ასე ვთქვათ, დამსაქმებელთან და რომელსაც ერიცხება ხელფასი. ხოლო თვითდასაქმებული შეიძლება იყოს საკუთარ მამულში უსასყიდლოდ მომუშავე პირი, რომელიც მის მიერ მოწვეული, მაგალითად, პროდუქციის 50%-ზე მეც ყიდის ბაზარზე, ან ბარტერის სახით იღებს რაღაც გაცვლიდან მიღებულ შემოსავალს. აქ შედის მაგალითად ძიძები, რეპეტიტორები, რომლებიც ხელფასს კი არა იღებენ შემოსავალს თავიანთი თვითდასაქმებიდან. ხო? და შესაბამისად უმუშევრობის დონე ხვდებიან გამოკითხვის. დიახ, რა თქმა უნდა. უმუშევრობის მაჩვენებელი იანგარიშება ამ უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილით სწორედ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან. ანუ უმუშევართა რაოდენობა არის დაახლოებით 220.000 ამ კრიტერიუმის მიხედვით და მისი პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან სწორედ გვაძლევს ამ 13.9%-იან მაჩვენებელს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ახსნისთვის ამ ნაწილის განსაკუთრებულად, ვინაიდან ეს ყოველთვის არის ხოლმე ესეთი კითხვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სოციალური მედიის პლატფორმებზეც ამ ნაწილს ცალკე გავიტანთ აუცილებლად იმისთვის, რომ ყველამ ნახოს და ყველას გქონდეს მის საშუალება. ბატონ გოგიტა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის, ბიზნეს ინსაიდერში, მაესტროზე სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის ყველა ძირითად საკითხზე, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს, ჩვენ არ გამოგონებთ საქსტატთან საუბარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ შევხვდებით
აქ ისევ როგორც ჩვენს სხვა პლატფორმებზე მთელი რიგი თემატურ საკითხებზე სასაუბრო წარმატებას გისურვებთ ამ წლის განმავლობაში, ასევე დარწმუნებული ვარ უკვე გარკვეული ნაწილი დავაანონსოთ კიდეც არაერთ საინტერესო სიახლეს გავიგებთ თქვენთან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბიზნეს ინსაიდერი დღეს ამით დასრულებულია. ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე business insider.g. მე ხვალამდე გემშვიდობებით.